საქართველოში დღეს ქალი მძღოლი უკვე აღარავის უკვირს, თუმცა ეს დღეს, როდესაც ავტომობილი თითქმის ყველას ყავს, მაგრამ როგორც ირკვევა სტერეოტიპები, ქართულმა მძღოლებმა კაცილებით ადრე დაარღვიეს. ქეთი ბერაიამ ფირზე აღბეჭდილი ავტორბოლის ამსახველ პირველ მასალას მიაკვლია, რომელშიც ქალები მონაწილეობდნენ და თანაც ეს მასალა გასული საუკუნის დასაწყისში ქალი ოპერატორის გადაღებულია. არასდროს არაფერი არ მისწავლია. ტელევიზორიდან ვიხილე, ხალი მართავდა მანქანას. მანქანა მოვიპარე 8 წლის ასაკში. ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ამ ადგილას წამოვედი. მეძებდა რა თქმა უნდა მთელი პოლიცია, მშობლები, მაგრამ 4 საათი სანამ მე მართლა არ ვისწავლე. აი, უყუთი სულებით რვიანს რო ვწერდი ისე, მანამ არ წავსულარ საათში. მას შემდეგ თითქმის 52 წელია მანქანას მართავს, როგორც თავადყვება 11 წლის ასაკში ჩელიაბინსკშიც მოახერხა ჩასვლა. კარტა ვიყიდე, ტრასების კარტა, ჩემი ძმის მანქანით წავედი. თავს პროფესიონალურ რბოლელად არ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ 32 ქვეყანაში გამართულ ავტორბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მანქანის მართვას ახლა სხვებს ასწავლის და ეს მისი რიგით 71 მანქანაა. 60 წლის ასაკში კი მადრიდში გეგმავს წასვლას ღონისძიებაზე, სადაც რეკორდის მოხსნას აპირებს. ასეთი დიდი მოედანი იქნება, სადაც ბრბოლა ტარდება. მანქანა დამხვდება იქ, რა თქმა უნდა, 2 ბორბლით. 4-ვე ბორბლით არა. 2 ბორბლით, 1 გაზის კონტროლს მიცემა და მეტი უკვე 2 ბორბლით დადის ჩემი მანქანა. 10 ჯერ კრუგი უნდა გავაკეთო, რომელიც, რა ვიცი, ჯერ არავინ არ ყოფილა რომ გააკეთა. დღეს ავტო და მოტოსპორტით არა ერთი ქალია დაკავებული, თუმცა როდის ჩაერთნენ პირველ სპორტის სამსახიობოში გოგონები, დაზუსტებული არ არის. მოტო და ავტორალის პირველი კადრები ეროვნულ არქივში 1929 წლის 12 მარტით არის დათარიღებული. თბილისის ავტოკლუბმა მოაწყო ქალთა ავტოგადარბენა თბილისიდან ლუქსემბურგამდე. მაშინ გადარბენა მე-18 ყრილობას მიუძღვნეს. იმავე პერიოდის გაზეთ კომუნიში კი გაცილებით ვრცელი სტატია, თუმცა მოტომრბოლელი ქალბატონების ვინაობის დაზუსტების გარეშე. მარო ზალიშვილი წერს, რომ მოტოკოლონა 15 მოტოციკლეტისტის შემადგენლობით, მოტოციკლეტისტი ქალის მამედოვას კომანდორობით დუშეთისკენ გაემართა. როგორც საუნიჭიერი იყოს ადამიანი 1 და 2 დღეში ამას ვერ სწავლობს, ამას სწავლების პრაქტიკა ჭირდება. ესე იგი, თუ უკან გადავდგავთ ნაბის, მივხვდებით, რომ რამოდენიმე წლის მანძილზე ქალები ინტენსიურად იღებდნენ რბოლებში მონაწილეობას. ერთადერთი რაც ამ დრომდეა ცნობილი, თბილისში თავად მოტოკლუბის დაარსების თარიღია. 1923 წელს ახლანდელი აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც სუხიშვილების სტუდიაა და იქ გაიხსნა ეს პირველი მოტოკლუბი და აქ ჰქონდათ 20 მოტოციკლი, რომელიც ამერიკული ფირმა ინდიანას ფირმის იყო და ესე რომ მთელ ევროპას არ ქონდა ამდენი ინვენტარი, რაც ჩვენ მოტორბოლელებს ჰქონდათ მაშინ. სულ მამაკაცები არიან სხვადასხვა. გადარბენას კომანდორობდა ავტოინჟინერი ქალი ამხანაგი კრუსტალიოვა. ავტოგადარბენის მონაწილე 17-მა ქალმა მძღოლმა კი მაშინდელი ლუქსემბურგისკენ, ანუ ბოლნისისკენ აიღო გეზის საბჭოთა ავტომანქანებით. საბჭოთა ავტომობილისტმა ქალებმა გვიჩვენეს მანქანების მართვის მაღალი ხარისხი. გასულ საუკუნეში მოწყობილი ამ ავტორალის შესახებ დღეს ბოლნისში არავის ახსოვს და არ ცნობებია დაცული. ვერც იმ ადგილის იდენტიფიცირება მოვახერხეთ, სადაც მრბოლელი ქალების კოლონას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ერთი შენობა იყო, მაგრამ კონკრეტულად აღსახული. ქალებმა გვიჩვენეს მანქანების მართვის მაღალი ხარისხი და ამტანიანობა. ანუ ფრაგმენტული იმდენად, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გაგებით ყველა სახლი ერთმანეთს არ გავს, მაგრამ ფორმატი ყველას ერთად, გოთიკური სტილის შენობები არის და გაიხსენო ან რომელი ქუჩა შეიძლება ყოფილიყო სადაც ფენიში მოხდა, ცოტა არ იყო ძნელი. მეტად სამ შეცვლილი არის არა მარტო სახლების ფორმები და სტილი, ზოგადად ქუჩების განლაგებაც. კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, რაც ამ გადარბენის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ვიპოვეთ და დოკუმენტური კადრების გადაღებას უკავშირდება. გაზეთ კომუნისტის სტატიის მიხედვით კინოქრონიკისთვის გადარბენის მთელი მსვლელობა საქართველოს კინოქრონიკის ოპერატორმა ქალმა თუშურაშვილმა და რეჟისორის ასისტენტმა ქალმა გოლშაძემ გადაიღეს. აღმოჩნდა, რომ თუშურაშვილი იყო პირველი ქალი ოპერატორი ქართულ დოკუმენტალისტიკაში.
ქალი იშვიათი ყავდა დოკუმენტურ კინოში ოპერატორი. მე არც ყოფილა. ძალიან სირთულე იყო მაშინ, იმიტომ რომ აპარატურა იყო ძალიან მძიმე, მაგრამ დოკუმენტალისტებს ჰქონდათ სუბუქი აპარატები იყო ასეთი, აიმო, ზამბარაზე იყო მომართული და იმით იღებდნენ და იყო საბარგო მანქანები, ღია ძარით და თავისი განათების აპარატურით ყველა მთელი ჯგუფი ეჯდა იმ ღია მანქანაზე, კარგამეთში თუ ცუდამეთში. თბილისი, გორი, თბილისი. კიდევ ერთი ავტოგადარბენა, რომელშიც ქალები მონაწილეობდნენ, ნატო ვაჩნაძის სახელსაც უკავშირდება და სავარაუდოდ 1958 წლით უნდა თარიღდებოდეს. რალის მონაწილეები მოყვარული მრბოლელები იყვნენ. მარშრუტი თბილისი, გორი, თბილისი. მე მგონი იყო ემადინი, თუ შეიძლება ვწდები, მაგრამ მე მგონი ემადინი იყო. უნდა გითხრათ, რომ მეც წამიყვანა თან. ხო და გორში რო ჩავედით, ძალიან პოპულარული იყო და როცა გადმოვიდა, ძალიან ბევრი ხალხის ესე მიესიან საბჭოთა სისტემის რაღაცა ის იყო, რომ აი ქალი დღეს ქალი აი ესეთია, რომელიც დება მანქანაში და ნახეთ როგორ კარგად დადის. გასული საუკუნის მასალები ეროვნულ არქივში დაცულია. ბოლო 15 წლის განმავლობაში ავტორბოლის ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალები კი არ იძებნება. რბოლელებს მედიასთან ერთი თხოვნა აქვთ. ქონა იქნება ადრები და ინფორმაცია, რასაც მოიპოვებთ და გააშვებთ, გადასცეთ არქივს.